როცა ვახორციელებთ ამ შემოbrunებას, ყოველგვარი შიში ქრება. სრულად მინდობილნი ვართ განუზომელ სიხარულში, ღრმა სიხარულში. ნამდვილად სიხარული ზეიმობს, როდესაც უფლის გზას ვადგავართ, გზას, რომელსაც გასდევს ყვავილები, ხეხილი, როგორც ამას აღწერს დაბადების წიგნი. ხეები, თესლოვანი ნაყოფის მომტანი, მწვანე ბალახი, თესლის მთესველი და სხვა. ესაა არაჩვეულებრივი სიუხვე, რადგანაც გასაოცარი ნაყოფიერება დგება იმ მომენტიდან, როდესაც ჩვენ ამ შემოbrunებას ვაკეთებთ, როდესაც ჩვენ სრულად ვეძლევით ამ გზას, გულის გზას. იმ წერტილს, საიდანაც დაიძვრის ყველაფერი, საიდანაც იფეთქებს რაღაც სრულიად ახალი ჩვენ შიგნით, უწოდებენ პატარა გულს. ამ პატარა გულში, ჩვენი არსების დიდ სიღრმეებში, რაზეც უკვე გესაუბრეთ, მზადდება ეს გზა. იგი მზადდება იმ უმცირეს თესლის, ებრაულად აიენის გაღივებისას. აიენ ითარგმნება როგორც არაფერი. ეს არაფერი არ არის არაფერი. ერთ მაგალითს მოვიყვანთ, შეიძლება გახსოვდეთ. ეზექიელი საუბრობს ამ არაფერზე, აიენზე. ის ამბობს, რაქელი დასტირის თავის ძეებს, რომლებიც აღარ არიან. სინამდვილეში ეს კი არ წერია, არამედ რაქელი დასტირის ძეებს, რომლებიც არიან არაფერი. ესე იგი ის დასტირის ძეებს, რომლებიც ჯერ არ არიან. მართლაც, სანამ გულს არ გავხსნით, ვერ ვშობთ შინაგან ძეს. არ ვიცი რამდენად გასაგებად ვსაუბრობ, მაგრამ მართლა მინდა გითხრათ პირადად მე, რომელმაც ჩემი სიცოცხლის დასასრულს მოვაღწიე, რომ ეს არის ოპერაციული, რომ ეს არის ნამდვილი, ამაღელვებელი, შემძვრელი და რომ ეს შინაგანი ძე, რომელსაც სახარება კაცის ძეს უწოდებს, იზრდება ჩვენში და თან მოაქვს წარმოუდგენელი, გამოუთქმელი სიხარული. ერთი სიტყვა მახსენდება ამასთან დაკავშირებით, თუ სწორად მახსოვს რუმის მიერ ნათქვამი მასნავში. სიყვარული მწუხარების გარეშეა თვით მწუხარების შუაგულში. არაჩვეულებრივია ეს სიტყვა. ჩვენ ჯერ კიდევ შეიძლება გვქონდეს მწუხარება, რა თქმა უნდა და რამდენი. მიუხედავად ამისა, როცა იშვება ჩვენში ძე კაცისა, როდესაც იზრდება ის ჩვენში, ეს ისეთი შერწყმაა სუფრის იმ განზომილებასთან, რომელიც ჩვენ შიგნითაა, ისეთი ზიარება უფალთან, რომელიც ჩვენკენ მოდის, რომ აღარ არის მწუხარება.